ხოლმე რამ დაიწრიპინა? რა დაგემართა? რაღაცამ დაიწრიპინა, ხო? რაღაცა გაქვს, ეხლა შე გოიმური რაღაცა. რაღაცა სოფლური ხო არ მაქვს წამოგები. არ გადამრიო ეხლა შე რაღაცა ნახე ეხლა. აუ სათვალე, კაი, მე მგონი აი შენ სათვალე სათვალე. რა ვიცი რა, ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა დანისთან ეხლა და უღუნოდ გავიკეთე მეც. რა გინა მე ამ დანში არ დავიქერ, ვერ გავიგე, როგორ ახარ? რა შე როგორ ახარ? რა ვიცი რა ვქნა რა, ესე ნელ-ნელა და ვიკარგებით და საერთოდ მე ხან გდანში ვარ, ხან იქ ვარ, ხან აქ ვარ და რა არა უშავს, ხუთში შევიკრიბებით და ყველა ერთად ვიქნებით, ხო? ჩვეულებრივად იცი და მოდიხარ. მოიცა ხუთში რა ხდება? რა უნდა ხდებოდა, სახალხო დღესასწაულია ვერავაკეობა, არ მოდიხარ, ვერ გავიგე. თემ კონტროლი არის დაწესებული შაშანელები და სანზონელები და საბუთალო და ისეთი ვერ გაიჭაჭანებენ ჩვენთან. და მოხვალ ხუთში და გეცლება და ყველაფერი. ვერ მოვალ მართლა. რატო ვერ მოვალ? ხუთში ვარ? აი მაშინ აქ დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული. ხო და უნდა წავიდე იქ აი რო არ მივიდი არ გამოვა. საათ უნდა წახვიდე, საათ? გდანში ვარ დაპატიჟებული. გდანში? ჩუმად რა შეიძლება? 50 ლარიანი ჯარიმა დამიწერა ამ ხელახმაზე ყვირია. აი რა ვიცი, უბრალოდ წამომაყირა ხო? ვითომ არაფერი არ მithქოს რა საკითხი. შეიძლება ხო იცით ეხლა რა. ეგრე დღესაც გდანში ვიხავ, იგიდან მოვდივარ ეკლამე და მოგეწონა რა ხდება, სულ მაინტერესებს რა ხდება გდანში. როგორი სიტუაცია, ვინ არიან, როგორებია, რასაც დადიან. მომეწონა რა გითხრა, მაგრამ გაოცებული რო ვარ, მინდა რომ გითხრა. რაზე? როგორც აი ჩვენთან ვაკეში არის ჩვეულებრივი ადამიანები, აი როგორი ჩვენ ხარ, ხო? აი ორი თვალი რო გაქვს და ორი ხური რო გაქვს და ცხვირში რო ორი ნესტო გაქვს და ხელები რო 10 თითი გაქვს, ხო? აი ესე არიან ისინიც. მოიცა, რას მეუბნები, რომ გდანში ადამიანებს ორი ხელი, ორი ფეხი და ჩვეულებრივი ორი თვალი ჩვენაირები. ჩვეულებრივი ადამიანები. რა ხდება რა, რა უნდა ამას კაცო ასაკეთებს. რაცადე რა გინდა. გადავირები რა მომისმენა. რას დადიხარ შენ ვერ გავიგე ამ გზაში, გააკეთე მანქანა? მანქანა არ გავაკეთე, ტაქსი დავდივარ, მაგრამ ნუ იაფად დავდივარ რა. იაფად როგორ დადიხარ, ცეცხლის ფასებს ადებენ? ტაქსები, ნუ რაღაცა იაფიანი ტაქსი გავაძრე, გძელი ტაქსია პროსტა რა და გუში ძალიან მაგარი გამოაცხადა ამ ტაქსში უცბად ისმის ხმა რომ ტაქსი მიდის გურამიშვილამდეო. შედეგენერატორ, შენ მეტროთი დადიხარ, ვერ გავიგე თუ რას აკეთებ შენ, არ გადამრიო, ეგ მეტრო არის, მეტროში დადიხარ? რა იყო მე მეტრო რა ვაკეში არ არის მეტრო? არ არის ვაკეში, რა უნდა მეტრო? რო იყოს რა მე. ნუ არ არის ეხა, ნუ არ არის. ვაიმე მიშველეთ საცახო სპირტი მომეც რა მაგას სპირტი არ არის. რა დაგემარ, ხელი გაიჭერი? რა ხელი გავიჭერი, რა მომივიდა არიცი? ვიღაც ტიპი გავისაინა თურმე თემქელი ყოფილა. მე რა გენი ხელი ჩამორდი, რაღაცა გადაასხი, მარტინე გადაასხი. გენერ გაიჭერი ორინაბიჯი თუთა. არა რა შრატი უნდა გავიკეთო რა დამემართო სულწველი რა. შეიძლებოდა მოყავდა ხდები. აუ კიდე კარგი რო არ გადავკოს არა შრატი უეჭველი მინდა თუ რაღაც დამემართება ხო ვიცი რა. დაჯეკა. ნერვებს მიშლის, რაზე ვლაპარაკობდით ერთი წამი გითხრა. მეტროთი დადის ეს დეგენერატი, ეს მეტროთი დადი. შენ ვერ ხვდები ეხლა? შენ ვერ ხვდები რატო არ არის ვაკეში მეტრო? რატო არ არის? აი რატო აი ხო პრაქტიკულია, ძალიან საყვარლობაა, სიგრილია, ის არის იაფი, რატო არ არის? აი რატო არ არის? აი ეს როგორი თემაა? აი iPhone-ს რო Bluetooth-ი არ აქვს რა, ხო საჭირო, მაგრამ არ აქვს და ძერსკობა რო არის რა, ეგეთი თემა არის რა. საერთოდ არ აქვს iPhone-ი და გასაგებია, მაგრამ რა უნდა აქვს მეტროს? და საერთოდ შენ ძალიან ბევრს ლაპარაკო მეტროს და გდანში ძალიან ბევრს დადიხარ. ერთი გახსოვდეს რა, ეხა ერთს გეტყვი, აი შენც აქ ხარ. ხო რა. მამით არ მოდის ანდერძი. პაპის პაპითა. გონს მოდი ვაკელები ვართ, ვურჯულოვდებით, მაგიდან რა გინდა მეტრო შენ ნორმალური რა. ბოდიში რა რაღაც თემა იყო გავაგზავნე, რა საიდან გინდა? მოვდივარ არიცით? საიდან მოდი? დაჩის მამა ფსიქიატრიაში დააწვინეს და იქ ვიყავ. ღადა? აუ რა გიჟია. რა გიჟია. ჩიც მამა დააწვინე? ძალიან გიჟია. დააწვინეს და იქ ვიყავ. სანდრობიძე ძალიან გიჟია. და თვითონ დაჩი სად არის? დაჩი ხო დაიჭირეს, რა გჭირს? დაჩი დაიჭირეს? რა არიცოდი? რასა ას დაიჭირეს მეუნები. დაჩი? რა რაზე დაიჭირეს? მაგა ხო კაცი დაჭრა. კაცი დაჭრა? აი რა საყვარელია. აი დაჩი ძალიან ჩემია მართლა. დაჩი აი როგორ წარმომიდგა, საერთოდ არ წარმომიდგა. ვაიმე მანჩო! ვინ მოვიდა? მოდი გამოდი დასმე. მოდი დააჯერე. ეს რატო გაქვს ეს საშინელება ჩართული რა არის? ნუ ეს ჯავახიშვილი და მაგისი შნირები უნდა ვნახო აა ასე გაიმია ჩა. აფეშენ ტივი არა გაქვს, რაღაც არა გაქვს, აჯადაბა ჭირდება. საშინელება საფულის ბოლო პროსტა ვაკია თუ რა ხდება? თემკა მართლა? საშინელება. რა დამემართა მოვდივარ და ფალიაშვიზე მოდის ეს კაცაა ბრაზდი, ეს მელია.
ეს მიშე რას გეუბნები მელი ეს კაცის კაცაბრას ეს ვესტაკო ეს იმპაზატი ჩიკანა პალტო და ეს დანცი შმანცი ესა და უბედურება მე პოლიცია დაწვა ვერ მისვა მე ხე მოკლე კაბი და კაბაზე ხლეს ბატინკებზე ნასკებზე ეს ისა ბაფთებზე შმაფთები და აი საშინელი ძალიან საფალოთ რა როგორც გეხერხება ის მოეცეთი ზევიდან და მეთქი ამას მოკლავთ ხო ეხლა რა და თან ეს წანცი შმანცი ეს სკილები ზევიდან და ამათი ბომონძღი და ეს საშინელება რა და მეთქი ამას უპრიარებს ხომ მელი ეს ამბირა უპრიარებს ამას მოვკლავთ ხო და რას მოკლავ თუმე მელი არა ის კორკოტა არ ყოფილა რას მეუბნები გადარეული ვარ კორკოტას დაახტი როგორ ვერიცა კორკოტაზე გიჟდები ძალიან მიყვარს თორე მოვკლავდი კორკოტა რა სისულელი რა შედარება არის ეხა თუ ისე მაჩო როგორ ლაპარაკობ იმენა ტოლსტოი ხარ რო გისმენი რა რა ტოლსტოი ბიჭო ტოლსტოი ანუ გავსუქდი გასუქდი პოეტზე გეუბნები პოეტი ტოლსტოი შენც მაგარი ხარ პოეტი და აზე არა ხარ ვინ არის საერთოდ რა აი ეხა დამშვიდი და მოყევი რა შვები რა ხდება შენსკი სადახარ დაკარგული აგუში ძალიან მაგარი აზრი მომივიდა უბრალოდ თელი ღამე რა აი ძალიან ისე ვიყავი გეხვეწები ყავა მომიტანე რა ვა კი რა ოღონდ რა ხია სამახო გეხვეწები აი ეს სულიერს ინებებ რამე სულიერს ბულგაკოვი მომიტანე ან ნებისმიერი რა ისა რა ქვია ყავა ეხა რაც მაგ დაყენებული ის გინდა თუ ახალი მოვხარჩო დაკი გეხვეწები მოვხარჩო გეხვეწები ეგ საშინელება აღარ მიქნა მოვხარჩო არა სიკვდილი არ მოვხარჩო და ხორა მოიტანე რაც მქოვე გუში ჭამდი ვაკის სოსის რა ეხლა უბრალოდ დავფიქრდი ძალიან დიდი ხანი ამაზე ფიქრობდი რა ვაკის სოსის ჭამდი მე ვიყავი ნუკი იყო და ის იყო ჩვენი რა ქვია მინიკო რა ბანკველაშვილი იდეა მომივიდა რომ ვაკის სოსისი ხო გვაქვს ვაკის სასაფლაო გვაქვს ვაკის პარკი ხო გვაქვს კიდე რა უნდა სუვერენიტეტს და იმას რა ქვია დამოუკიდებლობას მითხრა რა ვიცი რეფერენდუმი რა და ჩავატარო და რატო გვესილებიან რა კარგი ხარ და ისინი ნუ ეს და ტანცი შმანცი და ეს უბედურება თუ რამე დაგჭირდა თაქვიტლებისკენ რა გავაკეთოთ რა მოკლედ რა გავაკეთოთ და დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ ჩვეულებრივად ძალიან მაგარ რაღაცას ამო მე მგონი შენ აი ძალიან მაგარ რაღაცას მე მგონი ღერბი გავაკეთებინე ძალიან სერიოზული რა ჩვეულებრივად უყურე ესა ჩვეულებრივი ლომი მოპროცული კუჩები აიფონი და გუჩის ჩანტა ძალიან კაი ეს იქნება ჩვეულებრივად ვაკის ჩვეულებრივი ბანტი გაუკეთე ხარ გადამრე ბანტის მანტი ძალიან კაი მართლა ძალიან კაი რაღაცა უნდა ავსივად უნდა გავაკეთო აბა რა უნდა ძალიან კაი ხარ მანჩო ძალიან კარგი იდეა ყველა ერთად და დავდგეთ და გავიტანოთ ეს იდეა დავაყენებთ გლეხომეტრებს დავაყენებთ შემოსასვლელში ვაკის ჩვეულებრივად შემოვა გლეხი გააწითლებს და დაადეპორტებს რა გადაიხადე და შემოდი კი ბატონო აუ მელიაზე ასიზა აი მელიაზე აი არა დაგაი ჩვეულებრივად კიდე ფლოტი გვექნება ჩვენ ძალიან მარტივად რა და всё რა ფლოტი როგორ უნდა გქონდეს რა ფლოტი კუთხეზე გასასვლელი ხო გვაქვს აუ რა ვერ ძალიან მაგარი სადაც ქუთაისში აკეთებდნენ რატომაც არა ეხლა რატო უნდა იყოს არის რა დაფიქრდი თავდაცვის მინისტრად მინდა იყოს ლევან ვასაძე რა რატომ კაც რა ლევან ვასაძე რატო უნდა იყოს ლევანი რატო რა ვიცი თან რა იდეა თან ისეთ სექსაპილნია რა უფრო რა აუ ხო მართალია აუ რა კარგი რა ძალიან კარგი ხარ, всё, და ერთი იდეა მაქვს კიდე რომ ჩვეულებრივად როგორც კი მოვიპოვებთ ავტონომიას, თაცმინდაზე უნდა დავარიგოთ პასპორტები რა და დავიცავთ ჩვენ მოქალაქეებს და всё დამთავრდება. ძალიან აუ და მეგეთქვი ძალიან მაგარი. ვიზები გვაქვს, უვიზო რეჟიმი მარტო ვერასთან. კი ბატონო, ძალიან მაგარი. განაჩენება გადაიხადონ ჩვეულებრივად. ძალიან მაგარი. თანაც კარგი, მე მგონი დროა რომ ჩვენი ადგილი დავიგავთ. ვა, მონჩო. ვაიმე, აუ რა. ბანდა იკრიბება, აუ ვასკა. როგორ ახარ, როგორ გენაცვალე შენ, როგორ გამახარე, როგორ გამახარე. ავია შემოგიზრდა. აუ რაჯე ცოტა ხარ. გინა მე ძალიან დავიღალე. მოდი. აი ეს მიყვარს და ზურასალუქვაზე, აი გიჟდები ამორზე რა. ძალიან კარგები ხარ თუ. არა, მართლა ვიგიჟდები, კაი 10 უნდა. აუ მანჯო გიყური რა იგეს პრესკონფერენცია რაღაცა რო ქონდა, მაგარი ლექსი მოგიზღვენი რა, დაგიგიხო. წაიკითხე. აუ არ არსებობს ახალი ლექსი, მოიცადე.
მანჩოს ხოვრება ძნელია, ქალაქში დადის ნელია. ჯგუფში არ იცის ზადნია, ვესტაკო იმპოზანტია. მანჩოს გზად შეხვდა კაცია, შიკარნი ბალდო აცვია. ბოლოს რომ დაეჩალჩა მიხვდა იმენა ნაცია. მანჩოს ბეღებზე კიდია ნიკა რომ მასზე დიდია. საფეხურებზე რომ ახტა მელიას თავზე დაახტა. ეგრე არის. ხოწყნარი ადამიანშვიდია, მოთმინებას აქვს დიდია. თუ დაინახა მელია იმენა დასაბმელია. მანჩო თუ რედბულს არ დალევს, ტიპი ნამდვილი გიჟია. მისთვის ვეცკური საჭმელი ყავა და ჟიჟი ვიჟია. რაღაცა იუმორით გამოვიდა, ეხლა პოეზიას მარტო უხდება, მაჩო იუმორი არ გასაბრაზებელი. ფალიაშვილიდან ბარნოუზე გადის, პური საყიდლადაც ლექსუსით დადის. მანჩო ვაკეში მაგარი ხალია, ცოტას დალევს და იმენა მთვრალია. ჯგუფში გაშალა ტისაკი, სკავდა გულზე დადო მიხაკი. რა პოეზია, აი ამბის. ძალიან ჩემია. ერთხელ მანჩო მოდიოდა ქუჩაში, თურმე ჩხუბი გაჩიდულა უბანში. მანჩომ დააძრო კალაშა, იქვე გაეძრო ძმაო, გავაშა, ლავაშა, ნიკუშა, პაპუნა, პაპუნა დიცვი არ ჯდება, მაგრამ თუ გაიჩნდა ტიპი ხა ვერ დაუყარე. არა, მაგაზანი ისეთი მეგობრია, ვერ გიგოს. კაროჩე მოგედიტი რა, კაროჩე, რა სასწრაფო და საქართველოს ყავს ხელის უფალი, ერთი მანჩოა თავისუფალი. აუ, ძაკაია. ასკაი. შენ აი, შენ რო გაგვახარი, აი. და სოფელს ახრა დარჩენია ვაკე იმენა ჩვენია. აუ რა ხმა იყო დო? გაება ვაკის შემოსასვლელში დავდე ხაფანგი ვიღაცა გლეხი გაება უეჭველი.